და გამოშვების ბოლოს კულტურის სიახლეების შესახებ თბილისში უნიკალურ ისტორიულ სიძველეებს მიაგნეს დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართლის სამეფოს ადრეული ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთები ანაპოვნი, რომლებსაც სპეციალისტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი 1000 წლეულის ბოლოს საუკუნეებით ათარიღებენ. თბილისის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიცია ვარაუდობს, რომ ახლად აღმოჩენილ სიძველეებს მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი 10 წლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებულ იბერიის სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დიღომში მიაკვლია. მთელი გორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე თავდაპირველად სატელიტური და აეროფოტო გადაღება მოხდა, რამაც გამოაჩინა, რომ მიწის ქვეშ საინტერესო ფენები უნდა ყოფილიყო განლაგებული. სწორედ ეს გახდა საფუძველი ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებს ექსპედიცია გაეგრძელებინათ. გამოიკვეთა საკმაოდ გრანდიოზული ნაგებობა, რომელიც ჩვენ გონია, რომ არის ტაძარი და თავისი პერიოდიდან გამომდინარე შეიძლება იყოს სწორედ ცეცხლის ტაძარი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც იბერიის სამეფო ასე ვთქვათ პირველ ფეხს იდგავს. ამიტომაც არის ძალიან საინტერესო. ეს ფარნავაზის მიერ არის აგებული. მაშინ შეგვიძლია დაუშვათ ასეთი ვარაუდი, რომ როცა ფარნავაზმა მიაგნო განძს გამოქვაბულში თბილისის დიღმის ტერიტორიაზე, მადლობის ნიშნად ღმერთებს აუგო ტაძარი და აუგო სწორედ იმ გამოქვაბულის თავზე, სადაც მან ამ განძს მიაგო. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი რეალობით, არქეოლოგიური გათხრებით, ეს ყველაფერი ემთხვევა ერთმანეთს. არის სატაძრო კომპლექსი და ამ სატაძრო კომპლექსის ქვეშ არის გამოქვაბული. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფრაგმენტები სპეციალისტებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ უძველესი მარანი სატაძრო კომპლექსის ნაწილია. მიწის გათხრის შედეგად ნაპოვნ შვიდ ქვევში ამოღებული ღვინის მტვერის ლაბორატორიული კვლევა კი მალე გაარკვევს, არსებობს თუ არა გენური უწყვეტობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე ღვინის დასამზადებლად გამოყენებულ ყურძნის ჯიშებსა და ქვემო ქართლის დადასტურებულ მსოფლიოში უადრეს 8000 ტყუოვან ყურძნის ჯიშებს შორის. იბერიის სამეფოს ადრეული პერიოდის მარნის აღმოჩენა სპეციალისტებს დაეხმარება მეღვინეობის განვითარების ისტორიის სამომავლო კვლევაში და ქვევში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის გადახედვის საფუძველი გახდება. ქვევრებში დაფიქსირებული ღვინის ნიშნები არის მნიშვნელოვანი ღვინის ისტორიის კვლევისთვის და ამასთან ერთად, როგორც სატელიტური რუკები აჩვენებს, ტაძრის გავრცელება უფრო ფართოა. ანუ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო არის ძალიან მდიდარი და თბილისის ცენტრში შეიძლება იყოს მსოფლიო მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები. ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და თბილისის მერი. ძნელად მისადგომ ლოკაციაზე თბილისის მერია ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მალე საინტერესო აღმოჩენის დათვალიერებას ტურისტები შეძლებენ.